მე ვარ დიმიტრი ზოსიძე 13 წლის. ვსწავლობ 39 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და თევზაობა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. 6 თვე რას სამაშობ ვესორჯიაში. ყავს ორი მწვრთნელი, თენგო მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. ორივე ერთმანეთზე მხიარული და კარგი მასწავლებელია. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ზოგჯერ ვთამაშობ ნახევარდაცვაში, მაგრამ შეტევა უფრო მომწონს. გამდის კარგი ასისტების გაკეთება და ბევრი გოლი გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 380 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ჯერ ერთ კაცს გავსწი, ერთი გავდირკე, მერე მეორეს შოულებრივი ფინტის გავსწი, მერე მესამეს კიდე დირკის გავსწი და მერე მარცხენა ფეხით ხიანში გავიდანე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. 5 წლის როცა ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე რომ გამختارიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლიონელ მესი და საყვარელი კლუბი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 5 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ტაქსის სკოლით. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მათე ოგიდიძე. ყველაზე ჭკვიანია ნინი მამულაძე. ყველაზე მშვიდია გეგა სარიძე. ყველაზე ცერქია ანდრია ჭაინძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, ნიჭიერი და სიმპათიური. შეყვარებული მიწა მყავს, რომ კარიერაში ხეს შემისლის. სულს რომ მომიყვა მიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ გაბრიელს და ანას. ჩემს სულს დავარქმევ ელენეს. ჩემს საყვარელი საგანია რუსული. რუსულის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ინგლისური. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან კაგაბაძე. იმიტომ რომ მხიარულია და თან კაცრის არის და თან მეგობრულიც. რა სავარია უყვარს თავის საქმე და ბავშვები. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან მეატრება ბაღი და ჩემი ბავშვობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია სანდრა. ის არის პრანჭია, ლამაზიც და ნერვების მომშელიც. ნერვებს მისის როცა ფეხბურთზე მოვდივარ და მეუბნება კომპიუტერზე დამარჯინე. ჩემი აზრით სანდრა რო გაიზრდება გამოვა ექიმი. მამიკო არის შრომელის, სიმპათიური და ჭკვიანი. დედიკო არის თბილი, ლამაზი და ზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ბორშს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიბლია. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს ავწერდი ჩემს თავგადასავალზე. თუ როგორ გავხდი დიდი და წარმატებული ფეხბურთელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებ ბებიას და ადამიანს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი უკრაინაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობია თევზაობა. პირველად თევზაობს წავედი შარშა მეგობართან ერთად. შუკა დავიჭირე და ორაგულიც. თევზაობა ისე მომეწონა, როცა თავისუფალი დროები მექნება, ყოველთვის ვითევზავებ. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მის ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის კომპიუტერი. ბედნიერება არის ნაკრებში გამოჯახება და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.